ამ ინფორმაციასაც დამატებითი ცნობები სჭირდება, არც ბევრი რამის ახსნა და განმარტება. საერთოდ სჭირდება მხოლოდ მოსმენა და ცოტა ფიქრი. მაშინ, როდესაც თქვენ შვილებს უუქმებენ მე-12 კლასს და უბრალოდ უსპობენ, ფიზიკურად უსპობენ დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შანსს. მაშინ, როდესაც თქვენ შვილებს უსპობენ კერძო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შანსს. მაშინ, როდესაც თქვენ შვილებს უსპობენ სტუდენტურ გრანტს, უსპობენ. მაშინ, როდესაც თქვენ შვილს უსპობენ არჩევანს, სად და როგორ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. თვითონ პროჭორვილელებს ეგ ამბავი სულ ირაკლი კობახიძეზე კიდიათ. იმიტომ რომ იმ ბრძენი კაცის არც ერთ შვილს, არც ერთი დღე არ უვლია ქართულ სკოლასა ან უნივერსიტეტში. იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე მისივე დეკლარაციის მიხედვით 2 შვილის განათლებაზე წელიწადში 38347 ლარს ხარჯავს. იმიტომ რომ ჯეკა გელაძემ, პოლიცმაისტერმა, სანამ თქვენ შვილებს არბევდა და წამლავდა, საკუთარი ერთი შვილი სკოლაში სატარებლად 20800 ლარამდე დახარჯა. იმიტომ რომ ფინანსთა მინისტრად წოდებულმა ლაშა ხუციშვილმა 2 შვილის განათლებაში 2024 წელს 14000 ლარზე მეტი გადაიხადა. იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის მინისტრად წოდებულმა დავით სოღულაშვილმა შვილების სწავლაში 18200 ლარამდე გაისროლა. ყველაზე იაფად შვილებს თურმე ჯანდაცვის მინისტრად წოდებული მიხეილ სარჯველაძე ასწავლის 5000 ლარად სულ, ოდნავ მეტად. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მყოფ პაატა სალიას შვილი წლების განმავლობაში დაჰყავდა ბრიტანულ ქართულ აკადემიაში, ფასიანში. ახალი დეკლარაციით უცნობია, სად აგრძელებს სწავლას ეს ბავშვი. ასევე გამოტოვეს შვილების განათლებაზე დახარჯული ფული და მათი განათლების ამბავი, ზოგადად, განათლების მინისტრად წოდებულმა გივი მიქანაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის კაბინეტში მჯდომმა რევას სუხაძემ და თავდაცვის მინისტრად სახელდებულმა ირაკლი ჩეკოვანმა. ამიტომ არ გჭირდებათ არც მომწავლავი ხსნარების ქიმიის ფორმულების შესწავლა ახლა, არც არჩევნების გაყალბების სქემებში ჩაღრმავება, არც უკანონო რუსულ ბიზნესსა და სანქციების გვერდის ავლაში ივანაშვილისა და ვიღაც სხვათა მონაწილეობის დეტალების ცოდნა. არ გჭირდებათ. არც სასამართლოსა და მედიის მიტაცებაზე ფიქრი არ გინდათ. გჭირდებათ ერთადერთი რამ. ჩაიხედეთ საკუთარ საფულეში და საკუთარ თავს უპასუხეთ. გააქვთ 38347 ლარი, რომ 2 შვილის სკოლისთვის გადაიხადოთ. 38000 კი არა. 38 ლარი რამდენს რჩებათ ხელფასიდან ხელფასამდე. ხო და ყველანაირი არსებული თუ ჩაფიქრებული უბედურება თქვენთვის უნდათ. თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ემეტებათ მხოლოდ. თავისთვის კი უკვე მოწყობილი აქვთ კაი ცხოვრება და გონიათ რომ სულ ასე იქნება. სანამ თქვენ უკანალს არ ასწევთ და მათ კითხვით ხმამაღლა არ მიხვალთ. ქუჩაში